აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ პირებს ქალაქ ფოთსა და სენაკში მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. გამოკვლევები 10-ზე მეტმა თბილისიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა ჩაატარეს. ასევე დანიშნულების შესაბამისად ბენეფიციარებს უფასოდ გადაეცათ მედიკამენტები. ღონისძიების ფარგლებში პროგრამით 400-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი და სამედიცინო ცენტრ დიომედ პლუსის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ლეჟავა ესწრებოდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა გასვლითი ღონისძიება ქალაქ ფოთში. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართულები არიან მოწვეული ექიმ სპეციალისტები ქალაქ თბილისიდან, ბენეფიციარებს გადაეცემათ მედიკამენტები. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ანალოგიური ღონისძიებები გაგრძელდება მომავალშიც, როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჰემოგლობინის მაწუხებდა დაწოდა და თვალი. მედიკამენტები ყველა აქციაში, რომელიც იყო მონაწილეობას ღებულობდი, ყველასთან კარგად გამოვიდა, კარგად მომეხმარა კიდე და უფრო გამოვჯამთელდი ბევრი მეზდამცა და ესეც გამოვჯამთელდები ალბათ ადრე.